House, avantgarde, mircha. აგრონომი რო გვეხმარება მოკლედ ჩვენი ერთგული აგრონომი. მე გითხარი და არ მოვედით. ზოჩი დაგვიძახი და გიმტყუნეთ. აი მას აიღებ და აი ეს კარგად ამოვუდებ. გოგო ანას ნუ უმიზნებ. ოკეი. კაი, თავი. კაი, ეს არის გადასავსე. მეც გამწუწა. აი, მეგობრებო, ესეთი ძალიან მაგარი ლექია. მე რაც ხელი გამიყინა. შემოწიე და აღარ დაისურვებ შენ. კაი. ჩადნიოთ. თითი დააჭირე. მე ვაჭერ ბოლომდე არ მაგ ხელა თითი. ნაუ, რატო კაპტები ძმა? ნო, აგერა შეხედა. ბიჭო, შენ რამ ხელა ბერა თითი გქ და მე ვერ ვადებ. მაგ ხელაზე. ო, საღოლ. აი ნახე. კაი, კამერასთან მიიდე. აბა, 3, 2, 1. ოჩახ. კამერა. შენი არ იყოს მართლა რამ ხელას ეროთ. მე გოგო ნახე შეხედე. სტანდარტია. ცაცია ხარ. არა და მეც მაგიტომ მიყოს რანაირად მიჭირავს. ხელა თითია, რო იყო. კაია, ხოიცი. მე არ ვარ ღირსი და ვლიო. ლიან მაგარი გაუნაზეთ. აი მე ყოცა ხურ. კაი არომატები აქვს შორს მეც ამ. ცუდო. ია ლოთი, ჭიბეში აქ ბოთლი. მილზალიოს და კოჩის კალიებს. ეჩი რა გონი ამას გაზი არ ქონდა. არა, შეკი ჩავიძალე. ჯარავს გაზი. უიტინგინე. რა გავაკეთე, მატარა ხელი. გავაკეთე. გოჟაჟი დასრულდა, ლექი მოსცილდა ჩვენს ყვარელ პიტნეტუკებს. ეს ხალი ამი გავაკეთო? ხო. გამარჯობათ მეგობრებო. დღეს ვიწყებთ ჩამოსხმებს. საკმაოდ სწრაფად გაიარა ამ რამდენი თვე, არ ვიცი, თუმცა არ ჯერა ხარ რომ მართლა ამას ვაკეთებთ ისე. ამ ვიდეოს აბოთროს ნახავთ პირველი ფესტივალი ჩავლილი იქნება. ში არის გოგირდიანი წყალი, რითაც უნდა გავრიცხოთ ჩვენი ბოთლები. ეს ბოთლები უფრო დასტერილირებული იქნებოდა სუფთა და შესაბამისად ჩამოვასხოთ უკვე ღვინოებს. ახლა მე და ანა მივხედავთ ამ საკითხებს. ხო, და კიდე ტასო და თემო ახლა ღვინოებს აერთიანებენ ის კუპაჟები რაც გვაქვს კლასიკურის. ნახეთ რა ლამაზია მეგობრებო. როგორი არომატებია რო აიჩე კაისერი. ზოგი სერი მარგებელია. დადიახ, ეს ქვია ჩვენს ღვინოს. ახლა კი ცოტა ხანი ჩამოსხმა გვერდზე გადავდოთ და ვისაუბროთ, რატომ ქვია ჩვენს ღვინოს კაისენი და რა არის ჩვენს ეტიკეტებზე ასახული. გადაღებაში მოხდით. პირველ რიგში დავიწყოთ სახელით, როგორც ანასგან გაიგეთ, ჩვენს ღვინოს ქვია კაისენი. კაისენი მოდის სიტყვა კაიზენიდან. კაიზენი კიდე არის იაპონური სიტყვა, რომელიც ნიშნავს ნაბიჯ ნელ-ნელა განვითარებას და ვფიქრობთ, რომ ღვინის ფილოსოფიის ნამდვილი გამეორება სწორედ ეს სიტყვაც. და ამიტომ შევარჩიეთ მოკლედ ეს სახელი. და მეორე მხრივ მთავარი გაგება ამ ბრენდის არის ის, რომ კაისენი, ანუ კარგი სენი არის ღვინის კარგი ჩვევა, კარგი დამოკიდებულება, რომელიც ქართველებმა უნდა შევინარჩუნოთ და პირიქით უფრო და უფრო მეტად განვავითაროთ. ეს არის სწორედ ამ სახელის მიზანი და იდეა, აქ ორმაგი გაგება და ვფიქრობთ, რომ საინტერესოს ხდის ჩვენს ღვინოს იმასნაირად ეს ტრადიცია და თანამედროვე ყველაფერი ერთმანეთთან შერწყმა მოვახდინეთ და ეტიკეტით ასეთი მინიმალისტური, თან ტრადიციული, თან რაოფეროვანი გამოგვივიდა და ვნახოთ თქვენ როგორ მოგეწონებათ. არის ეხლა რა ეტიკეტიც მიჭირავს ხელში ეკრანზე ამოვარდება აუცილებლად. ნინდა კრახუნა არის იმერული ჯიში. გადავწყვეტეთ რომ იმერელი პერსონაჟი ყოლოდა ეტიკეტზე გამოსახული და ეს არის სოლომონ პირველის
ინსპირაცია, მეგობრებო. მერელი ხუთჭებული მეფე. ძმა განასახიერებს ყურძნის მარცვლებს, სამხრეებზე ხედავთ რა თქმა უნდა ყურძნის მტევნებს, თქვიარებთან ხედავთ რა თქმა უნდა ვაზის ფოთოლს. ხედავთ ორენოვანი ეტიკეტი გვაქვს, მოსავლის წელი არის ზემოთა მარცხენა კუთხე და დანარჩენი ინფორმაციაც ყველაფერი მოცემული არის ეტიკეტზე, ხოლო კონტრეტიკეტი მოცემულია ცილებლად ყველანაირი ინფორმაცია, რაც შეესაბამება საქართველოს კანონს და არა მხოლოდ საქართველოს კანონს, ორენოვანი ეტიკეტია და მოგეხსენებათ ამ ეტიკეტის საშუალებით შეიძლება თავისუფლად გაიტანოთ ღვინო ექსპორტზე. რატო არის პერსონაჟები წარმოჩენილი ჩვენ ღვინოებზე? მოკლედ ინსპირაცია იყო ერთ-ერთი ფოტო, იმ ფოტოს ამოვანეთებ აუცილებლად, რომელზეც არის კაცი გამოსახული და ფიგურების ნაცვლად აქვს ყურძენი და სახეზე რაღაცნაირი სახასიათო ცოტა ქართული გარეგნობა აქვს, ხო და ამან გაგვიჩინა ის იდეა, რომ მოდი იმის მიხედვით თუ ღვინოები და ყურძენი თვითონ რა რეგიონიდან არის, პერსონაჟები შევქმნათ. და აქედან დაიბადა მოკლედ კახელი ხირხალას, იმერელი სოლომონის და კასპელი ეკატერინეს, ანუ ქართლის ჯიშების პერსონაჟები და ზეც კიდე ხა დეტალურად ვისაუბრებთ. კარგი, ჩემო თანამ. ხირხალა რად დადიხარ ეგრეთ ცალკაირები და შეგულის კარები გამოგეტილი არ გექნება, მე ხო ვიცი. რომელიც ავიღეთ ფილმიდან სიყვარული ყველას უნდა, ყველასთვის დაცდობი და საყვარელი ფილმია. მიზანი რატომაც ავიღეთ ხირხალა, რა თქმა უნდა, არის ტიპიური კახელი პერსონაჟი, ჩვენი ქვევრის ღვინოში გამოყენებული ყურძნის ჯიშები ყველაფერი არის კახური და აქედან გამომდინარე გადავწყვეტეთ, რომ ეტიკეტზე გამოგვეყენა კახელი პერსონაჟი. ეხლა გადავიდეთ წითელზე, შევკაპიტო საფერავზე. ალბათ გემახსოვრებათ, რომ ამ ღვინის დასაყენებლად გამოიყენეთ ფრანგული მეთოდი საინე, რათა გაგვეხადა ღვინო მეტად არომატული, მეტად ნაზი, პრიმერი ტიპის და შესაბამისად ესეთი იდეა მოგვაფიქრა, რომ რატომ არ უნდა იყოს რაღაცნაირი ფემინური ხასიათის. ხო, რაც შეეხება ამ გოგონას, ეს არის ეკატერინე თარხნიშვილის ინსპირაციით აღებული პერსონაჟი. იყო კასპელი გოგონა, რომელმაც 1905 წელს მოიგო მის ევროპა. იყო გამართული პარიზში და იმ დროინდელ იტალიელ პრინცესებს, რაღაცა ფრანგ დიდ მთავრების შვილებს ეჯიბრებოდა და ძალიან გვიან გავრცელდა საქართველოში ამ ინფორმაციის შესახებ. იქიდან გამომდინარე, რომ თან ჩვენი ღვინო არის იაპონური სტილის, გადავწყვეტეთ, რომ თმაზე გავუკეთებინა იაპონური ყვავილები. და რაღაცნაირად ესეც ტრადიციული ეს რაღაც ქართული სახე შეერწყა ამ იაპონურ სახეს. ანუ იაპონური ღვინო თქვი? ხო. იაპონური ღვინო არა, მეგობრებო. ეს არის ქართული ღვინო. ეტიკეტზე ასევე განლაგება გამოყენებულია იაპონური ღვინის ეტიკეტებიდან და ის ძალიან მოგვეწონდა და ჩვენი დიზაინერებს დამსახურება ნამდვილ და ფერები შესაბამისად ღვინის ნამდვილ ფერთან ახლოს შევარჩიეთ და ცვილებიც ჩვენ დავსვით, მაგას ალბათ ვიდეოშიც ნახავთ და ამ ღვინის შვილობილი არის ეს პეტნატი. აქ რაც დაგვრჩა 20% იმისგან დავაკეთეთ როზე და ის როზე მერე დავაპეტნატეთ. პეტნატის იდეა, სიმართლე რომ ვთქვათ, ეტიკეტის დიდად არ მქონდა ჩვენ და ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ თავიდან ბოლომდე დიზაინერების იდეა იყო ის, რომ კენტაურის მოძრაობა, ერთ-ერთი მოძრაობა ყოფილიყო ეტიკეტზე. კიდე მოგვეწონა ამ კენტაურში ის, რომ თავზე აფარია ბოთლი, რომელიც არის გატეხილი. და ამ ყველაფერს ის იდეას უდევს, რომ თავიდან დაპეტნატების დროს სახურავები მათ ცოტა გვიმტყუნა და რამდენიმე კი არა, კაი ბლომად ბოთლები 50-დან გაგვიტყდა, მეგობრებო, დაახლოებით 41 ბოთლი. თავის ისტორიას გამოსახავს. თავის ისტორიას ნამდვილად გამოსახავს. კმაყოფილი ვართ კონტრეტიკეტით ასევე. ვფიქრობთ, რომ ჩვენს თავდაპირველ ვერსიას აქ გამოგიჩენთ, როგორ იყო ჩვენი დაგენერირებული ვერსია. ახლოს მივიდა საბოლოო ჯამში იმ ვერსიასთან, რაც გვინდოდა და არანაირი პრობლემა ამ ეტიკეტთან არ მოგვშენ. არც არაფერი, პირიქით. ახლა კი ისევ მივუბრუნდეთ ჩამოსხმებს. როგორც იქნა, ვიწყებთ ბოთლებში ჩამოსხმას. კიდევ ალბათ მნიშვნელოვანი იქნება, რომ განვასხვაოთ ის საცობები, რაც გვაქვს. პირველი ეს არის აგრომელატი, რაც არის შედარებით დაბალი ხარისხი და დაახლოებით 1 წელიწად ძლებს ხოლმე. ეს გვაქვს მეორე, რასაც ჩვენ ვიყენებთ. მოკლედ გარედან აქვს ეს ბუნებრივი ხე, ნატურალური და შიგნით აქვს აგრომელატი და უფრო კარგი ხარისხის არის. ეს არის უკვე ნატურალური. ეს არის კონკრეტულად უნივერსიტეტისთვის, აქ დიდხანს ინახება ჩვენს ენოთეკაში, იმიტომ ეს გამოიყენება იმ რაღაცა ელემენტური რაოდენობისთვის, რაც არის დასადებად საჭირო და არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ხარისხის და საკმაოდ ძურებით ცხირს, ამიტომ ჩვენ საშუალო ხარისხი ვაჭრეთ. როგორია? ჩემი აზრით მშვენიერი ქვევრის ღვინო. ანა კლასიკურია. აბა ქვევრიაო. ნუ გამითხრა ქვევრიაო. მოკლედ ახლა ჩვენი ღვინო რომ დავახასიათოთ, აქვს
ჩალისფერი შეფერილობა. ოსვის არომატებში პირველი მოდის ციტრუსები, ცოტა მსხალი, ლაიმი, ყვითელი ხილის და ასევე მწვანე ხილის. გემოზე უფრო მეტად არის რბილი, იმიტომ რომ ბატონაჟზე გქონდა. თუ გინდათ რომ ეს არომატები თქვენც იგრძნოთ, მოდით ჩვენს ფესტივალზე და დაგემონეთ. ტემპერატურა აკლია ახლა ოღონდ. ინტენსიური ცრემლი აქვს მეგობრებო. არომატებს ესეთი ციმცხალი ხილის არომატები გვაქვს, მსხალი, ნისვის არომატებიც იგრძნობა ცოტა. ბალანსებულია ჩემთვის პირადად ეს სიმჟავე და სიტკბო და ხილის არომატები და გეგონება რამე იცის. ხანგრძლივობა მაინტერესებდა, ხო? საშუალოდან საშუალოზე მეტად გარდამავალი, აი 6-7-მდე. ჩემი გემოს რეცეპტორებით. აბა ვნახოთ ახლა. ქალბატონი მეღვინე რას მეტყვის. ჩემი აზრით ხანგრძლივი გემო აქვს, იმიტომ რომ სადღაც 10 წამამდე ინტენსიურად იგრძნობა არომატი. აი 8-9. ეხლა მეგობრებო ვაგრძელებთ ქვევრის ჩამოსხმას. ესეთი მუშაობის ხაზი გქონდა აწყობილი. ის დახმარებითაც ერთ დღეში სადღაც 6 საათში ჩამოვასხით სამივე ღვინო. იმენა ჩავარდე. უკვე მეგობრებო ვასხავთ მესამე ღვინოს. ეს გეგმაში არ იყო, თუმცა ისე სწრაფად ვმუშაობთ, რომ გძელით დავითანხმებით ბატონო ლუკა, ხო? დავითანხმები აუცილებლად. ახლა ჩვენ აკოლში მივდივართ კენტრაში. იმისთვის რომ დავტესტოთ ბეჭედი, რომელიც დაგვიმზადეს მიზის შეყვარებულად. მადლობა დიმას. არის ესეთი ბეჭედი. შეიძლება შევცვალოთ ეს ბეჭედი. თუმცა ახლა სადესტო დავდივართ და ვნახავთ რა. როგორ მოგვეწონება. ესეთია. ეს მეორე მე კარგი მივიღეთ. მოკლედ ახლა საცდელად ვაკეთებთ ცარიელ ბოთლზე. ჯერ ეს სივრცე უნდა შევავსოთ და მერე ამოვაღლებთ უკვე ამ ცვილში. წავიდა ბეჭედი, წავიდა. ნინი, შუაშორ დაგებიზნებინა. შუაშორ დავარტყი მერე. ბოდორი შუი არა. აი ნახევარწრიული გავჭირ. წინა ფესტივალო დისკუსია მეგობრებო. ხა ეს რა არის? ჯერ ვაკეთებთ ძალიან ცოტა რაოდენობას, 3 ცალს თითო-თითოს. ამას ავიტანთ მთაწმინდაზე. ესეთი გამოვიდა მეგობრებო, ძალიან ბევრი ვიწვალეთ და ძალიან ბევრი ვერსია იყო. არც ესენი იდეალური, მაგრამ სულ არაფერს ჯობს. კაია. აქ ჯერ კიდევ არ გქონდა შემჩნეული, რომ ინფორმაცია ალკოჰოლის პროცენტულობაზე და ბოთლის მოცულობაზე იყო წაშლილი. აქ უკვე ხედავთ ჩემი და ანას დაღლილ სახეებს, რადგან უნივერსიტეტმა სასწრაფო წესით დაგვიბეჭდა ეტიკეტები, ჩვენ ეს ეტიკეტები წამოვიღეთ და საბედნიეროდ მოხერხდა ის, რომ წინა საფესტივალოდ უკვე მზად გქონდა დაკრული უხარვეზო ეტიკეტები. ლალი, ნახე შენ გარეშე ხსნიან. არ ვხსნიან. აი ლალი, მართლა გახსნეს? არა, ეს გახსნილი. მოკლედ დავაგემოვნეთ როგორც იაკობ იტარიშვილის შავკაპიტოს პეტნატი, ასევე დამკრახული ჯგუფის პეტნატიც. ჩვენი გაზამთარი.
ჩვენთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა ცვილში ამოვლების შემდეგ ბეჭდის დარტყმა მიაიაპონური იეროგლიფის, იმიტომ რომ ბევრი ვერსია ფუჭდებოდა, ხელახლა ვაკეთებდით, რითაც ძალიან დიდ დროს ვკარგავდით. ამ მიზეზით კი საბოლოო ჯამში ლიმიტურ რაოდენობას გავუკეთეთ მხოლოდ ეს ბეჭედი. ასევე ერთი ლაიფჰაკი ჩვენგან, გიგინოთ რომ ცოტათი უფრო მუთბო ფერის სვანე მიიღოთ, აუცილებლად უნდა გავურიოთ ყვითელი შეფერილობის ცვილი. ჟან მიშელ მონიემ ჩაგვიტარა მასტერ-კლასი და ლექცია მევენახეობის შესახებ, რის შემდეგაც დავაგემოვნეთ ღვინოები, კერძოდ შენინბლანის. Bonjour. ღვინოს აქვს ნადრიფტალის სუნი აქვს, ჭიაკო კონობის სუნი აქვს ღვინოს. ცხეშიო, ქტვალოს. ის ქტვალოს. Biologique. ეს ნაღების ტონების და კენკროვანი მთელი სანელებლები ყველაფერი ეს ყველაფერმა მოხდა ბალანსი ერთმანეთში. ეს იყო საბოლოო ლექცია შემაჯამებელი სახით, სადაც გაისმინჯა ყველა ჯგუფის ღვინო და დაიწერა სხვადასხვა შეფასებები. მე რა მომაგები და მორიდებული არის. Voice training შულები. აგეცინა. და მო დეგუსტაცია გქონდა ჩვენ ჯგუფს. აყოფილები ვართ ყველა. მეგობრებო, ჩვენ დღეს დავაკრათ ეტიკეტები. ეტიკეტებს ვაკრავთ დათოს დამზადებული. დასაეტიკეტი დებელი. და თემა მონიშნა აქ ესე ხაზები. მაგით დავაკრავთ და საკმაოდ კარგი და მარტივი გამოსავალი მოუძებნეთ ამით და მადლობა დათო ბეინდაშვილს. თუ ესეთი მოწყობილობა გინდათ, შეგიძლიათ აქ ნომერს დაურეკოთ ბატონ დავით ერთი ცალი 500 ლარი. ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ ტუტორიალს თუ როგორ უნდა დავაკრათ ეტიკეტი ამ მოწყობილობით, რომელიც არის უნივერსალური. ეს აქ ვაკრავთ ცოტა დავაკარგოთ და კონცად მქონდა რა, ამიტომ. ესე ძალიან მარტივი ვექმედებით და ხელით იმდენი ვიწვალეთ წინაზე. თქვენი ესე არის ძალიან ჩვენი. აი ნახეთ მეგობრებო, ძალიან მარტივია. კეთ დაყურების თან დაკრობა არ ცუდა პირიქით. მეგობრებო, ბოლო ბოთლი გვაქვს ღვინის, ბოლო ეტიკეტი და ეხლა ერთად დავაკრათ ეს ეტიკეტი. ჩვენი სამუშაოები დასრულებულია. დავაკარით, აი, ამდენი ეტიკეტი დავაკარით და კიდე აი ამდენი. მეგობრებო, ის არის ჩვენი ლუიზა. შენ რა სიტყვი როგორი კურსი ვართ? კარგი ხო? გადავიღე. კაი. კარგი ხო, ძმა. ეხლა შევაჯამებთ მოკლედ ღვინის ამბავზე მოგიყვებით, რა ეტაპზე ვართ ეხლა. როგორ ჩაიარა პირველმა ფესტივალმა, როგორ შეფასება მივიღეთ, როგორ გაფშენი მივიღეთ. საკმაოდ დადებითი სხვათა შორის. ეგრე შევაფასებდი ჩვენ, ძალიან მოეწონათ ჩვენი ღვინოები დაწმინდის ფესტივალზე. ახლა გემოებზე, აბა რას გეტყვით, როგორი უკავშირი მივიღეთ? ძალიან საინტერესო. ამ 4 შორის გამოვლინდა ფავორიტი ნახუნა კლასიკური მეთოდით აყენებული, რომელზეც ბევრი გვაქვს ნამუშევარი ამ ღვინოზე. ჩვეულებრივი კლასიკური თეთრი ღვინის ტექნოლოგია არის გამოყენებული ჩვენი ვენახიდან მოკრეფილი კრასნოას სპორტნის ჯიში. ლექსზე დავარგებული 3 თვე, მერე ცოტა მუხის ჩიპსი დაიმატა იმის გამო, რომ სხეული წამოგვეღო მუხის და ტანინი წამოგვეღო მუხის, არა არომატების მხრივ, არამედ გემონური თვისების მხრივ არის საკმაოდ დაბალანსებული, ძალიან ჰარმონიული, ესეთი ძლიერი ღვინო არის, კარგი და მკაფიო დაბოლოებით. გამო მოკლედ 3 შორის გამოკვეთეთ ფავორიტი კრახუნა. თუმცა არც სხვა ღვინოები არ არის ცუდი. პირიქით, სხვაებიც კარგებია, უბრალოდ კრახუნა იმდენად კარგია, რომ ამ 3 შორის
შეიძლება ითქვას, რომ გამოირჩევა და წინავს. მეორე ფავორიტი ჩემი აზრით, რაც უკავშირიდან გამომდინარე მივიღეთ, იყო შავკაპიტო საფერავი. თუმცა ვფიქრობ, დროსთან ერთად უკეთესი და უკეთესი გახდება ეს ღვინო და ქვევრზეც ეპიზოდი თუ გაქვთ ნანახი, როგორ ამოვიღეთ და რა გქონდა და რა მივიღეთ მისგან, მოკლედ რა გამოიწერეთ და რა ჩამოვიდა. ამაზე უკეთეს ვერ გავაკეთებდით იმ ღვინიდან, რაც ქვევრიდან ამოვიღეთ და ძალიან დიდი გზა გავნობლო ამ ღვინომ. ჩამოსხვამდე და თქვენთან მოტანამდე ზოგადად. ახლა ძალიან კმაყოფილები ვართ სამივე ღვინით. პეტრატი ცალკე ამბავი იქნება, იმიტომ რომ მე და ნინის გვაქვს გასინჯული, მეგობრებს აქვთ გასინჯული, ყველას ძალიან მოგწონს და იმედი გვაქვს, რომ ხვალ არა და ზეგ უკვე დიდ ოვაციას დაიმსახურებს. ზეგ გვაქვს ამპილოს ფესტივალი. თამამა ვთქვათ, რომ ჩვენი საქმიანობა აქ არანში უკვე დამთავრდა და მოიწურა, გავედით მართლა ბოლოში. უნივერსიტეტშიც დავამთავრეთ. ძალიან კარგი იყო, ძალიან საინტერესო იყო, რაც თავარია. მივიღეთ ძალიან დიდი გამოცდილება. თუმცა ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგუხადო ჩვენს მეგობრებს, ვინც რთვლის დროს დაგვეხმარნენ, ვინც აი აქ არიან დღე და ღამე და აი ტასო უკან პლანზე. ლუკას მადლობა, არამას მადლობა რთველზე. ინის მადლობა, ტასოს ხო ნუ რავი ჩვენთან ერთად იყო დღე და ღამე და ჩვენი არაოფიციალური ჯგუფელია. ეკუთვნის ჩემი სერტიფიკატი ტასოს. მადლობა ფირო შალვას, რა თქმა უნდა და იმათაც ძალიან კარგი ღვინოები აქვთ. და შენ არ თქვი ანა მეთქი. კი, როგორ არა თქვი? როგორ არ თქვი თავიდანვე? თავიდანვე. ანას დიდი მადლობა ჩემი ემოციური მხარდაჭერისთვის, მადლობა ჩემ შეყვარებულ ლუკას, რომელმაც ძალიან ბევრი იდეა შემოგთავაზა, ასევე ანას და მოკლედ ყველა სამეგობროს. ხო, ისე მგონი შეზლონგი არა. სლოგანზე არ გვეთქვამთ, ანას იდეა იყო თავიდან ბოლომდე, ანუ ეს წაიმღერა რა, გადაობაში რომ აი ზოგი ისენი მარგებელია და მე იდეაც ეგ იყო რომ ზოგი ისენი მარგებელია, თან ბაზარზე შემოდის ძალიან დიდი რაოდენობით ალკოჰოლო ღვინო, რასაც ძალიან ისე აგრესიულად უყურებთ ჯერჯერობით რა. ყველას დიდი მადლობა, ვინც გამოყვებით აქამდე. უყურეთ ჩვენს ვიდეოებს და ჩვენთან ერთად მართლა ის პროცესები ნახეთ. და ხოთ შორის ეს ვიდეოები ძალიან მოტივაციის მომცემია, რომ უფრო მეტი გავაკეთებინა და მეტად საინტერესო გაგვახადა ეს პროცესები რა. და თუ მოგეწონათ დაკომენტარით თუ შეიძლება და გამოიწვიოთ. იმიტომ რომ ერთი სამადლობელი აუცილებლად ჩვენს უნივერსიტეტსაც უნდა უთხრათ ჩემი აზრით. მადლობა 4 წლისთვის. მადლობა იმისთვის, რომ ამ ადამიანებს შეგვახვედრა და რა ვიცი, მადლობა ბოლო 1 წლისთვის უფრო განსაკუთრებულად და მადლობა დიდი აგრონის მოკლედ. პენდუკიძის კამპოს. და სულ ცოტა დრო რჩება ჩვენი ბოლო დღეები აქ და რაღაცნაირად ძალიან ემოციურები ვართ, მაგრამ არა უშავს. მოკლედ არ დავკარგავთ ერთმანეთს და წინ მეგობრებო ერთად. აქ არ მთავრდება ჩვენი ეპიზოდები. ჩვენი ეპიზოდები გაგრძელდება ფესტივალების და აუცილებლად სამივე ფესტივალს ნახავთ როგორც ჩაივლის. დავამზადეთ სპირტიანი სასმელები ჩვენს ორ სხვა კიდე დამატებით ჯგუფელთან თამოტულაიესთან და ლიზა ფერაიასთან ერთად. ამასაც იხილავთ და ვფიქრობ მაგ ვიდეოებზე საკმაოდ გაერთობით და ჩვენ ფესტივალზეც ვნახავთ, იმედია იქნება ჩვენი აგრომა. იმისა რა ეს პროფესია ძალიან მიყვარს, თქვენ მიყვარხართ ძალიან და როგორც თქვენ მიყვარხართ, ზუსტად ისე მიუდექით თქვენ პროდუქტსაც. მაგიტო იყო რომ ესე როგორც საკუთარ შულს ისე მოუვარე ამ ყველაფერს. მარტოიტი. No house, avantgarde, მირჩა. ნიკოლაურიუს, ტიციუს და პაულიუს. ეს გადადით და რაც კი რამე წერტილი არსებობს, ყველაფერს დააჭერეთ. ჭირი იქა, ხინი აქა, კატო იქა, გვილი აქა.